პროფესიული განათლების მხარდასაჭერად თბილისში კვირეული დაიწყო. საქართველოში 17 ქვეყნის პროფესიული სკოლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს ეცნობიან და ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მშენებლობა, ინჟინერია, მოდის დიზაინის სამი მიმართულება, რაც ბოლო კვლევების მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მითითებული პროგრამების კურსდამთავრებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე საქმდება. Როგორ უნდა მოხდეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადება და რა რეკომენდაციები აქვთ უცხოელ კოლეგებს იმ ქვეყნისთვის, სადაც პროფესიული კადრების სიმცირეს ბიზნესი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. თეონა მაჭარაშვილი აშუქებს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს. სამშენებლო სექტორი, ინჟინერია და მოდის ინდუსტრია. ეს ის პროფესიებია, რომლებიც უახლესი კვლევის თანახმად საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია. ამ და სხვა მიმართულებებით დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლება სულ უფრო პერსპექტიული და პრესტიჟული ხდება და მის მიმართ წლების წინ არსებული დამოკიდებულება მკვეთრადაა შეცვლილი. ამას ასევე განაპირობებს საერთაშორისო პროექტების დაწყება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ კვალიფიკაცია უცხოეთში აიმაღლონ. ეს და სხვა თემები განიხილება პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც თბილისში გაიხსნა. ის უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარება. წელს ღონისძიება განსაკუთრებით მასშტაბურია. მასში მონაწილეობას იღებს 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის, ქვეყნებს შორის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების გაზიარების კუთხით და ასევე ჩვენი საპარტნიორო ქსელების გაფართოებისათვის. მომზადება გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში 35,000-მდე ადამიანი იყო ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათი 80% დღეისათვის არის უკვე დასაქმებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები არის წარმატებული, თანმიმდევრული და რეალურად ვახერხებთ, რომ შრომის ბაზარი უზრუნველყოთ კვალიფიციური შრომითი ძალით. დღევანდელი კვირეული იქნება ის შესაძლებლობა, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად გავიდეთ და საქართველოს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გააძლიერონ საკუთარი ჩართულობა საერთაშორისო ქსელებში. საინტერესოა, როგორ ვლინდება ყველაზე მოთხოვნადი სფეროები. განათლების სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსთან ერთად ყოველწლიურად ახორციელებს შრომის ბაზრის კვლევას. სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება ის პროფესიები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია. ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებშია ჩართული. კვირეულის ფარგლებშიც წელს ჩვენ შევარჩიეთ სამშენებლო მიმართულება, ინჟინერია და მოდის ინდუსტრია. სტუდენტები პირდაპირ არ მონაწილეობენ, თუმცა იგულისხმება ის, რომ დაპარტნიორების შემთხვევაში სტუდენტებს და ასევე მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. ახლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პროფესიული განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულიც. ღონისძიებაში მონაწილე მხარეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. პარტნიორების პოვნის შემთხვევაში კი კოლეჯების სტუდენტებსა და მასწავლებლებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საერთაშორისო გამოცდილების მიღება შეუძლიათ. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ჩინეთის, თურქეთისა და ალბანეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან. დღევანდელი მიმართულებები ძალიან აქტუალურია, ძალიან მნიშვნელოვანია. სამშენებლო მიმართულება, მექანიკა, მოდის დიზაინი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისათვის და შემდგომში ადამიანების მყარად დასაქმებისათვის შრომის ბაზარზე. წინა ღონისძიებებიდან გავედით ძალიან კარგ შედეგზე. 3 სტუდენტმა მიიღო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, 4 მასწავლებელი იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილებები. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომელიც სააგენტომ წარმოგვიდგინა. ვამაყობ და მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას. ჩვენი ხედვა, რომ პროფესიული განათლება იყოს არა მეორე, არამედ პირველი არჩევანი. გჯერა, რომ განათლება არის წარმატების გასაღები. ის შრომის ბაზრისა და სოციალური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. ასეთი თანამშრომლობა საერთაშორისო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობა გასული წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც მასწავლებლები პროფესიული უნარების ამაღლებისთვის იმყოფებოდნენ იტალიის კოლეჯში. ამან საფუძველი დაუდო მასშტაბურ თანამშრომლობას. პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის 4-დღიანი პროგრამა სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს, კონფერენციებს, ვორქშოპებს, პრეზენტაციებსა და თემატურ გამოფენებს მოიცავს. გზების ბაღები